Hi! დღეს გვაქვს unboxing-ის ვიდეო. ერთი წლის წინ ზუსტად ამ ოთახში, ზუსტად ამ დროს გადავიღე პირველი უზარმაზარი ზაფხულის unboxing-ი და გადავწყვიტე, რომ ტრადიციას მივყვე და ორჯერ უფრო მეტი ტანსაცმლით დღეს განვიხილოთ რისი ჩაცმა შეიძლება გაზაფხულზეც და უფრო ზაფხულში. ვიდეო გაიყოფა ორ ნაწილად. პირველი ნაწილი იქნება thrift shopping, ტანსაცმელი, რომელიც მაქვს შეძენილი 3, 5, 10, მაქსიმუმ 15 ლარად და მეორე იქნება ჩემი შეყვარებული საჩუქარი საახალწლო, როდესაც გადაწყვიტა, რომ ჩემთვის ფული ეჩუქებინა და რაც გინდა იყიდე და მე რაც მინდა და ვიყიდე და ამ ფაქტით ვარ უბედნიერეს. პირველი ტანსაცმელი არის ეს ტყავის სტაფილოსფერი პიჯაკი, რომელიც უმანას შევიძინე 15 ლარად და დღეს thrift shopping-ის ტანსაცმელში რაც გავა, არის ყველაფერი ჰუმანაში ნაყიდი, ჯამში ალბათ 100 ლარის თუ იქნება, უბრალოდ ძალიან დიდი დროის და სისხლის ღურის ფასად, რადგან იქ ტანსაცმლის მოძებნა არ არის მარტივი. გადავწყვიტე, რომ რომელიმე ტრიპში ჩავიცვა ამ ჯინსებზე, ამ Zara ტოპზე, რომელიც ასევე ახალი არის, აი ამ Adidas-ის ბოტასებზე და ასევე სულ ახალ მიუს ჩანთაზე, რომელსაც შეხედეთ რა ლამაზი შარმები დავკიდე. ეს გამოვიწერე, Yayoikus ამა გამოვიწერე. ეს ბასკია არის ბარსელონაში ნაყიდი და ეს Pussy Vegan არის Kill Bill-ის ასევე გამოწერილი. ეს Disneyland-ში ვიყიდე. მინდა რომ კიდევ უფრო მეტი ჩამოვკიდო და ამით ვიარო. ამ ლუქს დავამატებდი მხედველობის სათვალეს, რომელიც არ მჭირდება, მაგრამ გიждები ისე მომწონს და ძალიან ხშირად მიკეთია. ასევე ოქროსფერ სამკაულს და ჩემი აზრით თითქმის შევიკრავდი. ესე. მეორე ლუკი, რომელიც წინას რაღაცნაირად გავს, რადგან დავიტოვებდი ამ სათვალეებს, ასევე ჯინსებს და ჩანთას, მაგრამ შეიძლება იმ Adidas-ების ნაცვლად ჩამეცვა ეს ტყავის ტაიგერები, არ ვიცი ორივე მომწონს. არის ეს მოპიჯაკო მოტყავო ზედა და ასევე ჰუმანაში ნაყიდი, არ ვიცი, ბლუზკას რო ეძახიან, რომელიც არის ბლუზი, რომელიც არის უბრალოდ ზედა. ეს პიჯაკი ვიყიდე 10 ლარად, ხოლო ეს ზედა ვიყიდე 3 ლარად და მომწონს უზომოდ. ამას აუცილებლად ტრიპში ჩავიცვა. შიგნიდან პიჯაკი, რადგან მეცვა კარგად არ ჩანდა, ძალიან ლამაზი რუშები აქვს და დაბოლოება. თან არის ძალიან გრილი და პრინტიც ძალიან მომწონს. 3 ლარად შეძენილი ზედა, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან სადა და უბრალო ჩანს, მაგრამ აი ეს ნაწილი აქვს მიკერებული და აი აქ ძალიან ლამაზად აქვს ყვავილები ამოქარგული. ჯერ არ ვიცი ზუსტად რაზე შეიძლება ჩავიცვა. გამოვიწერე Vivienne Westwood-ის ბაფთა, რომელიც თუ ჩამოვა და იმედია ჩამოვა, მინდა რომ აი აქ ყელზე გავიკეთო და შიგნიდან რას ჩავიცვამ ჯერ არ ვიცი, რატომღაც აღვქვამ, რომ აბსოლუტურად ყველა ტანსაცმელი ჩავიცვე ჯინსზე. იმიტომ რომ ჯინსზე მეტად არაფერი არ მიყვარს. მაგრამ თუ ჩავიცვამდი ჯინსზე, აუცილებლად დავიჭერდი აი ამ ბებიაჩემის ნაჩუქარ vintage Prada-ს ჩანთას, რომელიც სინგაპურში იყიდა 80-იანი წლების ბოლოს. მსგავსი საჩუქარი ძვირფასი არასდროს არ მიმიღია, ამიტომ გიждები ისე მიყვარს. პერიოდულად ძალიან მინდა უფრო მინიმალისტურად მოცვას, მაგრამ არასოდეს არ გამომდის, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ფერადი ტანსაცმელი და ძალიან მიყვარს სხვადასხვა ფერის ერთმანეთთან შერწყვა. მაგრამ ყოველთვის, როდესაც ვცდილობ მინიმალისტურად ჩავიცვა, პირველი Pinterest-ზე ვნახულობ Kate Moss-ის 90-იანების და 2000-იანების ტანსაცმელს და ეს კაბა, რომელიც ვიპოვე 10 ლარად, რაღაცნაირად გავს იმ სტილს, რომელიც თვითონ ფესტივალებზე აცვია. არ ვიცი ვიდეოში მატერია რამდენად კარგად ჩანს, თუმცა 10 ლარისთვის საოცნებოა ასეთი ხარისხის ტანსაცმლის შოვნა. 3 თვის წინ ეს ზედა ვიპოვე 5 ლარად და მახსოვს რომ დავინახე ვიკივლე, ისე მომეწონა. მას შემდეგ კვირაში ერთხელ მაინც მაცვია და ყველა მიცის რომ 5 ლარად ვიყიდე, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველას მოვყევი. იცი ეს მაისურო 5 ლარად ვიყიდე. იცი 5 ლარად ვიყიდე. ძალიან მომწონს 5 ლარად ვიყიდე. ძალიან ბევრი ფავორიტი ტანსაცმელი დამიგროვდა thrift shopping-ის ნიადაგზე, რომელიც ისევე ხშირად მაცვია როგორც ეს. ერთ-ერთი მათგანი არის Ceri ზედა, რომელიც პარიზშიც კი მქონდა წაღებული და იქ მეცვა 2 დღის მანძილზე. ასევე ლურჯი როლინგის მაგვარი ყელით პერანგი, რომელიც ზამთარში არაერთხელ ვნახავთ ჩემს მეკობრებს. კიდევ ახალი წლის კაბა, რომელიც 15 ლარად შევიძინე. და 10 ლარად ვიყიდე, შემდეგ მისი მსგავსი ვილვეტის მატერიის ვარდისფერი ბრეტელებიანი ზედა, რომელიც რაღაც უფრო
აი შუთინგისთვის მინდა და გამოვაყენებინა, მაგრამ ზაფხულში აუცილებლად ჩავიცვამ. კიდევ ჩემი უკონკურენტოდ ფავორიტი აღმოჩნდა 7 ლარად შეძენილი ზოლიანი ჟაკეტი, რომელიც თურქეთში მეცვა და სამსახურში ჩემს სამშობლებს რომ მკითხოთ რუსას რა აცვია როგორია, ალბათ მაგით გავახსენდები ყველა. და მათთან ერთად ლიდერობს ესპერანგიც უკონკურენტოდ. ყველაზე თბილი რაც აქამდე ჩამიცვამს არის ჩემი კორპორატიული ლუკი, რომელიც არ შედგა. უნდა მქონდა 2 კორპორატიული, მაგრამ აბა ვინ გამოიცნობს, რატომ არ მქონდა არც ერთი კორპორატიული. ერთი სამსახურიდან წამოვედი, იმ სამსახურის კაბას ვინახავ, არ ვიცი, ისე გეგონება რამე საგანძურია, რადგან ძალიან მომწონს და ერთი სული მოქვს რომ კარგ ადგილზე ჩავიცვა, იმიტომ რომ მაგას ახლა არ გავხსნი. მეორე არის ეს ნაქსოვი ზედა, ლურჯი ფერის. აი ამ მოკლე ქვედა ბოლოზე, რომელიც უნდა ჩავიცვა დაბალ ქუსლზე, რაღაც ესე აწეულთ. მასზე დიდ საყურეებზე, მიუ სათვალეებზე. არ ვიცი, რაღაც იქნება. ეს ტანსმელი თავის ღონისძიებას იპოვის. მთავარია, ყველაფერი კარგად იყოს. ახლა გადავიდეთ ზაფხულის ტანსმელში. პირველი ნივთი გამოწერილი ტანსმელიდან არის ეს Vivienne Westwood-ის ტოპი, რომელიც არის ძალიან კარგი მიზეზი იმისა, რომ რამე ახალი პატარა ჩანთა ვიყიდო, რომელიც მოუხდება. მიუხედავად იმისა, რომ წელს თქვი ზედმეტ ტანსმელს აღარ შევიძენ, თქვენ თვითონ ხედავთ რა ჩავატარა უკვე თებერვლის თვეში, ჯერ 2 თვე გასული წლის დაწყებიდან. ჯერ არ ვიცი ამას რაზე ჩავიცვა, მგონია რომ ჯისზე მეტად რამე გრძელ ქვედა ბოლოს მოუხდება, რამე საინტერესო ყელსაბამს, ლამას საყურებს, არ ვიცი, ყველაფერი წინ აქვს ამ კორსეტს. კიდევ ერთი ზედა არის ეს კოპერნის ტოპი, რომელიც ძალიან მოუხდება ამ ფეხსაცმელს, მაქვს 2 ახალი ულამაზესი ფეხსაცმელი, ერთი სული მოქვს ზაფხულში რომ ჩავიცვა. ეს ტოპი არის ჩემთვის ძალიან სადა. ეს ელემენტი არის ერთადერთი, რაც რაღაც ექსტრავაგანტულს აჩენს, მაგრამ ზაფხულში გარუჯულ ტანზე, მოკლე ქვედა ბოლოზე და მსგავსი ტიპის ფეხსაცმელი ჩემი ეს მეტი საჭირო არ არის. ერთადერთი დამატებითი აქსესუარი ამის იქნება ჩემი ძაღლი ჯიმი, და მორჩა. ამ ეტაპზე დანამდვილებით და ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს კაბა არის ჩემი ოცნების კაბა. ხო, ჩემია და კარადაში მიდოს, მაგრამ მაინც ჩემი ოცნების კაბა, იმიტომ რომ ისე მინდოდა მალე მეყიდა, თან გამოვიწერე ჩინეთიდან, პინტერესტზე ვიპოვე და ყველაფერი ვქენი იქ რომ მომეძებნა. და ჩინეთზე, ანუ ერთხელ თუ არსებობს რაღაც ტანის ამოსი, აი ძალიან იშვიათად რომ გაქრეს. შემეძლო, რავი, 2 კვირთად რა მეყიდა, სანამ ტრიპში წავიდოდი, მაგრამ იმდენად მინდოდა რომ დროზე ჩამეცვა და მალე მენახა რომ პირველი ორგანაიზერში 2025 წელს მეწერა არ დაგავიწყდეს ყვავილებიანი კაბის გამოწერა და ალბათ ხვდებით რომ ჩემნაირი მანიაკი ადამიანი რომელიც ტანსაცმელს ასე ადრე ყიდულობს იმასაც ფიქრობს სადაც უნდა ჩაიცვას ეს ტანსაცმელი შესაბამისად მეც ვიცი და აი ერთი სული მაქვს აი ეს კაბა მაძლევს მომავლის იმედს მართლა ერთი სული მაქვს დრო გავიდეს და გავიცინო რა კაბაზე იყოს საუბარი მაგრამ იქნება რა იქნება იქნებ მე აიკონიკ იყოს და ხალმეორით ჩავიცვა ესე 80 წლის ასაკში. ეს კაბა არის გოიმობა. მე ამ კაბის ჩაცმა ახლა არ მინდოდა. თუმცა მასში არის რაღაც, რაც გარუჯულ ტანს მოუხდება. და თუ არ მოუხდება, მაშინ არ ჩავიცვა, მაგრამ რაღაც მომწონს. ეხლა ვერ ხსნი რა. ასე მგონია ესპანური სწავლა რო დავიწყე და ერთი სული მაქვს მარიო ჩიმაროს სერიალებს უყურო და გავიგორას ნიშნავს მაგის გავლენა ეს ტანსაცმელი, მაგრამ მოდი გადავიდეთ შემდეგზე. ეს კაბა ნამდვილად არის ის, რომელიც იმსახურებს კარგად მუშაობას ზაფხულამდე, რომ კარგი შემოსავალი მქონდეს იქამდე. კარგ გარუჯულ სხეულს და არ ვიცი, საუკეთესო დასვენებას. ეს კაბა იმსახურებს იმდენ კარგ ფოტოს, ეს კაბა იმსახურებს ისეთ კარგ ამინდს. ისეთ კარგ ნაყინს ქუჩაში სეირნობისას, ისეთ კარგ მამაკაც გვერდით, კარგ ქვეყანას, კარგ ხეთს არ ვიცი. ეს კაბა იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს. მე შეიძლება არა, მაგრამ ეს კაბა ასევე რამდენი ყვავილიანი კაბა შეიძლება მქონდეს, ანუ შემდეგი რომელსაც ვისვამ, იმასაც ყვავილები აქვს და შეიძლება თავი ჩამოვიხცო, სანამ ჩავიცვა. მე მგონი ამ კაბას ნაკლებად ეტყობა, რომ ყვავილები ახატი, ანუ არც ვიცი ახატია თუ არა, რაღაც მსგავსი პრინტი აქვს, მაგრამ ცოტა განსხვავდება იმებისგან, რაც ბოლოს განახეთ და ახლა ბოლო 2 კაბა დამრჩა, რომელიც საკმაოდ გავს ერთმანეთს. ძალიან მომწონს. მინდა რომ ესე დაპაუზდეს ეს ვიდეო და 1-5 წუთი მარტო ეს კაბა მიდიოდეს.
ეს არის ბოლო კაბა დღევანდელი unboxing-ის. დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ, რადგან რამდენადაც ცუდი სათქმელი არ უნდა იყოს, მე ყოველთვის მომწონს ჩემი გემოვნება, რადგან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რაც მაწვია, ზუსტად ის ვარ მე, ზუსტად ის ხასიათი მაქვს იმ დღეს, ზუსტად ისე მინდა რომ აღვიქვმებოდე სხვისი თვალიდან და რა ვიცი, ყველაზე მარტივია დღესდღეობით რომ სულ რომ საშუალება არ გქონდეს, მაინც კარგად გეცვალოს, რადგან არსებობს ძალიან ბევრი სივრცე, სადაც შეიძლება რომ ისეთი მაგარი დასმელი იპოვო, რასაც ვერც ერთ ფასად ვერ იყიდით. მაგალითად, thrift shopping-ში სამლარად ნაყიდი შარვლები, პერანგები, ზედები შეიძლება ბევრად ჯობნიდეს იმას, რაც იყიდება, არ ვიცი, დიდ და ძალიან პრესტიჟულ ბაზარზე.